მოგესალმებით, ბრუნდება ეთოქი ახალი ეპიზოდით. დღეს ძალიან საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ წინ, იმიტომ რომ ჩვენთან სტუმრად არის ACT კვლევა, ნათია ხიჯაკაძე, ტრეკინგის და ანალიტიკის გუნდის ლიდი და ნინო ქერქაძე, მარკეტინგული კვლევის მიმართულების ლიდი. მოგესალმებით, მეგობრებო, როგორ ხართ? გამარჯობა, მადლობა დაპატიჟებისთვის. კარგად. თქვენ როგორ ხართ? გამარჯობა. მეც წვალობ, შრომობ და როგორც შეფერება დღევანდელ ცხოვრებას. როგორც ყველა ეგრე ნამდვილად. სანამ უშუალოდ დავიწყებთ საუბარს, მინდა ჩვენი გენერალური სპონსორი წარუადგინო, დეველოპერული კომპანია მეტროპოლი, სახლი რომელიც ჩაიფიქრე, მადლობა მეტროპოლს, რომ ეხმარება ჩვენს პოდკასტს ვაკეთოთ ესეთი შესანიშნავი ეპიზოდები და მოვიწვიოთ არაჩვეულებრივი ადამიანები ჩვენს პოდკასტში. ძალიან დიდი ხანია მინდოდა გამეკეთებინა ეპიზოდი, რომელიც დაეთმობოდა მთლიანად კვლევაზე საუბარს, იმიტომ რომ ჩვენი პოდკასტი მარკეტინგის გარშემოა, კამპანიებზე ვსაუბრობთ და ბრენდები თავიანთ კომუნიკაციებზე გვიყვებიან და მე არ წარმომიდგენია სწორი მარკეტინგული კომუნიკაცია თუ ეს არ დგას რაღაც კონკრეტულ კვლევებზე და არ დგას რაღაც კონკრეტულ მონაცემებზე და მინდა რომ ეს ცნობიერება, რომელიც სამწუხაროდ არც თუ ისე მაღალი არის იმ ნაწილში, რომ აუცილებლობა იყოს ბრენდისთვის კვლევის წარმოება ნებისმიერი პროდუქტის ლონჩისთვის, ბიზნესისთვის თუ მარკეტინგული კამპანიისთვის, რაღაცნაირად ჩვენი ასე ვთქვათ წვლილი შევიტანოთ ჩვენი პოდკასტის სახით და გავაგებინოთ კომპანიის დამფუძნებელსა თუ მაღალი რგოლის მენეჯერებს ამ პროდუქტის საჭიროებაში. პირველი კითხვა ალბათ ერთად უნდა დავიწყო, კარგი იქნება რომ მოგვიყვეთ ზოგადად კომპანიაზე, მოგვიყვეთ თუნდაც იმ სერვისებზე, რასაც ეს კომპანია აკეთებს. კი ბატონო. პირველ რიგში მადლობა იმისთვის, რომ ეს თემა აქტუალური გახადეთ, იმიტომ რომ ჩემი შეფასებით მაგალითად თითქოს ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე მარკეტინგულ კვლევებს და მიხარია, რომ ამ თემაზე სალაპარაკოთ მოგვიწვიათ. რაც შეეხება ჩვენ კომპანიას, 2002 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და დღესდღეობით ლიდერ საკონსულტაციო კვლევით კომპანიას წარმოადგენს. დღესდღეობით 3 მიმართულებით ვემუშავებით ბიზნეს. პირველი ეს არის საკონსულტაციო მომსახურება, კვლევითი მომსახურება და ACT ინსტიტუტი, რომელიც ტრენინგების და განათლების მიმართულებით ემუშავება ბიზნესს. ახლა უშუალოდ კვლევაზე რო ვისაუბროთ, ACT კვლევის ბრენდის სახელით ოპერირებს დღესდღეობით ბაზარზე და ნებისმიერ მარკეტინგულ კვლევას ვატარებთ და ამ კუთხით ვემუშავებით ბიზნესებს, კვლევების კუთხით რო ჩავიდეთ. გვაქვს მარკეტინგული კვლევები, სადაც არის რაოდენობრივი კვლევები, თვისებრივი კვლევები და ასე შემდეგ. გვაქვს მომხმარებლის გამოცდილების კვლევები, სადაც უშუალოდ მომხმარებლის გამოცდილებას ვიკვლევთ. სხვადასხვა ინდექსებს ვაფასებთ და ეს მიმართულება საკმაოდ პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში და ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ეს არის თანამშრომლების კვლევა, სადაც უკვე ორგანიზაციის შიგნით თანამშრომლების კმაყოფილებას ვაფასებთ, ბრენდის რეპუტაციას, როგორც დამსაქმებლის იმიჯს ვაფასებთ და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო არის, ალბათ მე უფრო ცლად შეგვიძლია გავშალოთ თითოეულ მიმართულება, იმიტომ რომ ფაქტიურად ბევრი კითხვას აჩენს ტექნიკურად როგორ ხდება ეს ყველაფერი რა. ერთია რომ გვესმის პირობითად რომ აი კვლევა ჩატარდა, მაგრამ აი რას ნიშნავს ეს კვლევა? ანუ სიღრმეებში ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ჩვენ პოდკასტში გვიყვარს ის რაც არ ჩანს მაგაზე საუბარი და რაღაცა შიდა სამზარეულოში რომ შეგვახედოთ, ძალიან საინტერესო იქნება. რამდენი ადამიანი მუშაობს ამ კომპანიაში? 60-მდე ადამიანი ვართ ახლა, 3-ვე მიმართულებით, ანუ გლობალის მიმართულებით, კვლევის მიმართულებით და ინსტიტუტის მიმართულებით. ბევრი მიმართულება თვითონ შიგნითაც ყავს, ამაზე შემიძლია ვისაუბრო ალბათ. სტატისტიკის გუნდი მაგალითად ცალკე, რომელიც უშუალოდ მონაცემთა ანალიზის ან დამუშავების ნაწილში ერთვება, ყავს ველის ძალიან დიდი გუნდი, რომელიც აი რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევებისთვის აკეთებს, ასე ვთქვათ, საველე სამუშაოების მენეჯმენტს და ამაზე არის მათ შორის მის ხარისხზე და აღსრულებაზე პასუხისმგებელი და აქეთ მხარეს ასევე ვართ, კვლევაზე რომ კონცენტრირდეთ, ანალიტიკის გუნდი, რომელშიც მიმართულებების მიხედვით გვაქვს, ასე ვთქვათ, ფუნქციონალი გადანაწილებული და გუნდები ყავს, ასე ვთქვათ, ნინი მაგალითად
სტრატეგიული ad-hoc კვლევების მიმართულებით, მარკეტინგული კვლევების მიმართულებით მუშაობს, მე უფრო აი ტრეკინგის, ანუ ალღური კვლევების მიმართულებით და აი ორგანიზაციული და ორგანიზაციული კვლევები და CX-ი კიდევ ცალკეა. და თითოეულ ამ მიმართულებას ასე ვთქვათ, თავისი გუნდი ყავს და მოკლედ თანამშრომლობთ, კიდეც რა თქმა უნდა გადაკვეთები არის ხა კლიენტის და დამკვეთის ერთი დამკვეთის ფარგლებში შეიძლება ძალიან სხვადასხვა გუნდი იყოს, ასე ვთქვათ, ჩართული რა მისი ბიზნეს ამოცანიდან გამომდინარე. ანუ განხორციელებაში. დიდი გუნდი არის და ლოგიკური კითხვა, ალბათ თქვენი კლიენტი, ასე ვთქვათ, დამკვეთი არის უფრო მეტწილად დიდი კომპანიები თუ არიან მაგალითად სტარტაპები, საშუალო ზომის ბიზნესები, ეგეც საინტერესო არის როგორ ხდება. კვლევაზე, უშუალოდ კვლევაზე რომ ვისაუბროთ, უფრო მეტად მსხვილი და საშუალო კომპანიები არიან დღესდღეობით ძირითადად დამკვეთები. ვინაიდან თვითონ პროდუქტიც არის შედარებით ისეთი მაღალბიუჯეტიანი, თუმცა ესეც არ არის ცალსახად და ამაზეც შეგვიძლია შემდეგ ვისაუბროთ, თუმცა ესეთი აღქმაც არის, რომ მცირე კომპანიები თითქოს არც კი განიხილავენ, რომ შეიძლება კვლევა მათთვის მათზე იყოს მორგებული როგორც ბიუჯეტის კუთხით მაგალითად. ამიტომ დღესდღეობით ძირითადად მსხვილ კომპანიებს ვემუშავებით. მოდი ახლა გავშალოთ ეს თემა. აი ხა რა ღირს. იცი რა არის? მე რაც შემოხვედრია, იქნება ეს საშუალო თუ მცირე, აი მოდი სტარტაპებს ავანებოთ თავი ცოტა ხანი, არ გვიწყვინონ სტარტაპებმა, მაგრამ ესე დავსვავდი კითხვას, რომ აი რა განაპირობებს ამ ბიუჯეტის ნაწილს, იმიტომ რომ თუ მე როგორც ააგენტო ან მე როგორც მარკეტერი ვთხოვ ბრენდს, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვლევა, იმიტომ რომ მე უნდა დავეფუძნო ძალიან ბევრ მონაცემებს და გავაანალიზოს მონაცემები, რასაც მე კვლევის შემდეგ მივიღებ. აი როგორ ხდება, ანუ იქნებ რაღაცა მცირედი ნაწილით შეიძლება დაფაროს პირობითად თქვენმა ორგანიზაციამ და შესთავაზონ თუ არსებობს რამე ესეთი მოქნილობა თქვენი მიმართულებით, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ აი მეც ესე გამიგია ხოლმე, კვლევა და მაგის ფული სად არის ხო ხდება? მოდი აი ჩვენ თვითონ გამოვკითხოთ 10 ადამიანი. კი, ბიუჯეტი ზოგადად ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული, რომ რამ ხელა იქნება და როგორ განისაზღვრება. ანუ კვლევის ამოცანიდან გამოვდივართ პირველ რიგში, ანუ რა მიზანი აქვს დამკვეთს, როდესაც მოდის, ანუ რისი გაგება და შესწავლა უნდა. და ამ ფარგლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის სეგმენტი, ანუ ვინ უნდა ვიპოვოთ, რა ტიპის მომხმარებელი უნდა ვიპოვოთ, რა მასშტაბზე, ანუ რა რეგიონი უნდა დავფაროთ. და შემდეგ ეს მივუსადაგოთ, ასე ვთქვათ, ბიზნეს ამოცანებს. ახლა საშუალო და გქონია გამოცდილებაში ესეთი საშუალო კომპანიებსაც და დიდ კომპანიებსაც, კორპორაციებსაც გაუკეთებიათ საკმაოდ ბიუჯეტური კვლევა ამოცანიდან გამომდინარე. ახლა თუ ამოცანა არის ძალიან ისეთი აინტერესებს მაგალითად დამკვეთს ისეთი ტიპის ინფორმაცია მიიღოს, მაგალითად არ ვიცი სიტყვაზე მომხმარებლის ისეთი სეგმენტისგან, რომელსაც აი ვთქვათ ბოლო პერიოდში აღარ აინტერესებს ეს ბრენდი, ანუ აღარ არის მისი მომხმარებელი, შეწყვიტა რაღაცა მიზეზის გამო მისი მომხმარება და რეჯექტორია, ასე ვთქვათ, დაკარგულ მომხმარებელს, ვისაც ვეძახით. ხა იქ ვთქვათ რაღაცა პატარა ფოკუს ჯგუფების ჩატარებით, ეს სიღრმისეული მონაცემების ამოღება, ვთქვათ, შესაძლებელი არის. ხო, ამ შემთხვევაში შეიძლება ინდეპტები, ანუ სიღრმისეული ინტერვიუები ჩავატაროთ ან ფოკუს ჯგუფები და შესაბამისად მოვერგოთ, ასე ვთქვათ, მაქსიმალურად მის ამოცანას ისე, რომ ბიუჯეტის შესაბამისად უფრო, ვთქვათ, ოპტიმალური იყოს და არ იყოს ესე ვთქვათ, დიდი რაოდენობრივი კვლევა რეგიონზე გაშლილი, მაგალითად, ხო, მთელ საქართველოში რაც ტარდება და ამ შემთხვევაში მივაწოდოთ ის ინფორმაცია, ძალიან სიღრმისეული, თვისებრივი ანალიზი მის კონკრეტულ საჭიროებას რაც უპასუხებს, ასე ვთქვათ რა. ამიტომ ბევრ რამეზე არის დამოკიდებული ბიუჯეტი, შესაბამისად სეგმენტს და მოკლედ ამოცანას დიდი მნიშვნელობა აქვს. დავამატებ კიდე, რომ ეს ტექნოლოგიური განვითარება ასევე ხელს უწყობს იმას, რომ უფრო ბიუჯეტური გადაწყვეტები შევთავაზოთ ჩვენ კლიენტებს. ახლა მაგალითად ჩვენს კომპანიაში განვავითარეთ ვირტუალური ინტერვიუერის სერვისი, რომელიც ადამიანური რესურსის გარეშე
მოკლე და პატარა ბლიც გამოკითხვებს ტელეფონის ფორმატში ძალიან მარტივად ატარებს და არის ძალიან ბიუჯეტური. შესაბამისად, ესეთი გადაწყვეტები გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო პატარა კომპანიებს ვამუშაოთ, სტარტაპებს ვამუშაოთ, ამიტომ მოვწოდებ მათ რომ განიხილონ, რომ კვლევის ჩატარება შესაძლებელია. ანუ ის რომ მაგალითად აპრიორი არის ძალიან ძვირი, მაგალითად კვლევის გაკეთება, ეგრე არ არის. და ყველა მითია. ანუ არის კვლევები მართლა არის ნამდვილად ძალიან ბიუჯეტური, გააჩნია რა გვინდა ისევ და ისევ არსებობს ამოცანები, სადაც მართლა შეიძლება ვთქვათ 15 ყველაზე სწორ სამიზნეს სეგმენტთან ჩაღრმავებული ინტერვიუების საფუძველზე ისეთი ინსაიტები მივიღოთ, რომ დამკვეთმა ძალიან ესეთი კარგი სტრატეგია აწყოს ამ ინსაიტებზე. გააჩნია ხო ამოცანა რა უდღას? აქ დავამატებ ასევე, მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი მხრიდან, ანუ კვლევითი ორგანიზაციის ამ შემთხვევაში როლი ის არის ხოლმე, რომ ანუ სწორად დავანახოთ დამკვეთს ამ შემთხვევაში შეთავაზებული კვლევის მეთოდით რას იღებს. ანუ უნდა განაზოგადოს თუ არა ეს შედეგი მაგალითად მთლიან პოპულაციაზე, ხო? თუ თქვათ იმ კონკრეტული ფოკუს ჯგუფის ფარგლებში, ინდეპტის ფარგლებში მიღებული თვისებრივი მონაცემები შეუძლია გამოიყენოს ზოგადად თუნდაც თავისი ჰიპოთეზების თან შესადარებლად რაღაცა ტენდენციების. ეხლა განზოგადებადი კვლევა არის რაოდენობრივი კვლევა, ხო, რომელიც ესე მასშტაბურად ტარდება, სამიზნე აუდიტორიაზე იქაც კი არის თქვათ გარკვეული მნიშვნელოვანი მახასიათებლები უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ რეპრეზენტატული იყოს და განზოგადდეს, ვთქვათ, ჩატარა ყველა რაოდენობრივი კვლევა შეიძლება ვერ განზოგადდეს მაგალითად პოპულაციაზე, ხო, დეტალები არის მნიშვნელოვანი აქ. ამიტომ აი ამის მიწოდება მოკლედ კლიენტისთვის სწორად, აი რაში და როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს ინფორმაცია, რომ არასწორი წარმოდგენები არ შეიქმნას და შესაბამისად თავისი სტრატეგიაც არ ააგოს შემდეგ არასწორ შეხედულებებზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე და ამიტომ აი ამ ამოცანიდან გამომდინარე მართლა შეიძლება რომ რაღაცა 10 ინდეპტითაც გქონია ეგეთი კვლევები, რაღაცა კონკრეტული საჭიროება კლიენტს გადაუჭრია. კი, ყოფილა შემთხვევა რომ მაგალითად დამკვეთი პირდაპირ გვეუბნება რომ მაგალითად მინდა გამოვიკითხო მაგალითად ვამბობ პირობითად 4000 ადამიანი და აქ უკვე შემოდის კვლევითი კომპანიის როლი, რომ საერთოდ არ არის საჭირო ამდენი ადამიანის გამოკითხვა, იმიტომ რომ 4000 გამოიკითხავ თუ 2000 მაგალითად ცდომილება დიდად არ იცვლება და ჩვენი ინტერესი მაგალითად და დარწმუნებული ვარ სხვა კვლევით კომპანიებზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში არ არის რომ მაინც და მაინც მასშტაბური პროექტი მივიღოთ თუ ამის საჭიროება რეალურად არ დგას. გასაგებია. მე ხა მახსენდება ესეთი ცდილობ რაღაც ინტრიგნული რაღაცები გავაშღერო რომ იქნებ ადამიანებს ვისაც აქვს გავსი ტიპის შეხედულება და კითხვები მათი ეს დავაკმაყოფილოს ვთქვათ ცნობის მოყარეობა ხშირად გამიგია ხოლმე რომ აი ეს რაოდენობა ველზე გასვლა სკოლის ხო არ ქმნით ხო მაგას შეიძლება ტერმინებში მიავწდე იმიტომ რომ ეს კარგად შეიძლება არ ვიცოდეს ტერმინოლოგია თუმცა აი ადამიანი ეგ აღარ მახსოვს საუბრობოდ ვიღაცა არ გვინდა რა კვლევა ხა მეტროსთან თუ არ დადგნენ და გამოკითხენ. ანუ მათთვის თითქოს ეს ასოცირდება, რომ აი ვიღაც ადამიანი მეტროსთან დგას, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ადამიანი შეიძლება მაგიქოს და მისთვის მარტივია და ესე თითქოს არასეგმენტურ ადამიანებს აი ესე რენდომ გამოკითხავს და აწვდის რაღაცა ინფორმაციას. ანუ სინამდვილეში როგორ ხდება და რას ნიშნავს აი ეს ველზე გამოკითხული ადამიანები, როგორ აკეთებთ მათ, არ ვიცი, სეგმენტაციას, რამდენად რელევანტურია ბიზნესთან, რომელიც თქვენ გაძლევთ დავალებას. კი ბატონო, ნუ ჯერ ერთი დავიწყოთ, რომ აი ეს რაოდენობრივი კვლევას ეხება, ეხლა თქვენ რაც ახსენეთ, ხო, რაოდენობრივი კვლევის ერთ-ერთი ტექნიკა არის აი ეს პირისპირ ინტერვიუს ფორმატში, ინტერვიუს ჩატარება, თუმცა არსებობს მეორე ტექნიკა, სატელეფონო ინტერვიუ, სადაც ველზე არ გადიხარ, თუმცა ჩვენ მასაც ველს ვეძახით, იმიტომ რომ ესეც ჩვენთვის მოიცავს, ასე ვთქვათ, აი ამ მონაცემთა შეგროვებას, ოღონდ ტელეფონის გამოყენებით ამ შემთხვევაში. აი ეს უშუალოდ პირისპირ ინტერვიუები, რომელიც ფიზიკურად ტარდება მოკლედ ძალიან დიდი პროცესი, არსად მეტროსთან არ დგეხარ, რა თქმა უნდა, დაცული არის აუცილებლად შერჩევის წერტილები, რომელსაც ჩვენს კომპანიაში ყოველ შემთხვევაში თავისი, ასე ვთქვათ, სპეციალისტი ყავს შერჩევის, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს, რომ მაგალითად თბილისში უნდა ვიპოვოთ, არ ვიცი, და პირისპირ გამოვკითხოთ აფთიაქის მომხმარებელი 18-60 წლის ადამიანი. არ გვაქვს განსაზღვრული, ვთქვათ, არანაირი შემოსავალი ამ შემთხვევაში ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აფთიაქის პროდუქტს ყიდულობს, რა ვიცი, თვეში ერთხელ. ამ შემთხვევაში
თბილისზე რახან უნდა ჩავატაროთ ეს კვლევა. პროცესი არის ესეთი, რომ უნდა მოვიცვათ თბილისის ყველა უბანი, ხო? იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ეს შედეგები განზოგადდეს შემდეგ მთელს თბილისს. შესაბამისად, ჩვენ წინასწარ განვსაზღვრავთ იმას, რომ ვთქვათ, სხვადასხვა უბანში საბურთალოზე, ვაკეში და ასე შემდეგ გლანში ყველგან ეს შერჩევის წერტილები გქონდეს. ჩვენი ინტერვიუერები დადიან კორპუსებში და არა მეტროებთან, ან ჩვეულებრივად ადამიანების სახლებში, ასე ვთქვათ, აკაკუნებენ კარზე. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ როდესაც კარს გაუღებენ და არწმუნონ ეს ადამიანები, რომ შეიპატიჟონ. ეუბნებიან აუცილებლად სად და რაზე მოვიდნენ, ანუ ეს არის კვლევა, კვლევითი ორგანიზაცია ატარებს, რომ არის კონფიდენციალური, მათი პასუხები ეს სახელებს და გვარებით არცად არ ზიარდება, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამასაც, რომ რესპონდენტიც დარწმუნებული იყოს, რომ თქვათ უსაფრთხოდ არის, ასე ვთქვათ რა, და მისი პასუხებიც უსაფრთხოა. რამდენად კარგი success rate აქვს, მაგას ახლა რომ ვფიქრობდი, რომ აი ეს ქართველი ადამიანები ცოტა ის ფრთხილები ვართ ეგეთ რაღაცებს განსაკუთრებით კარზე მოდის უცხო ადამიანი და გეუბნება თან უნდობლობა არსებობს, დარწმუნებული ვარ და ესე გეჭვის თვალით გიყურებენ, რომ რაღაცა შენ არ იტყუებოდე და რაღაც შენი ღბით არ შედიოდი, ანუ ეგეთ შემთხვევაში რა როგორ მდგომარეობაა? ხო, ანუ კი ეს გამოწვევა გვიდგას მარტო ჩვენ არა ზოგადად მსოფლიოში არის საქართველოში კიდევ მე მგონია და ჩემი აღქმით ყოველ შემთხვევაში კიდევ უფრო აქტიურად მუშაობს ეს face to face. კი სხვა ქვეყნებში ფაქტობრივად განსაკუთრებით ევროპაში, ვთქვათ ამერიკის ქვეყნებში ფაქტობრივად ამ მეთოდს ესე აღარ იყენებენ რა აქტიურად, როგორც ჩვენთან. ჩვენთან კიდე მუშაობს, ზუსტად ალბათ ამ კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარეც. რთულია, მაგრამ ჯერჯერობით ვახერხებთ, რომ ჩვენი ინტერვიუერები განსაკუთრებით გართულებულია იმ კუთხით, რომ ყველა ძალიან ბევრ კორპუსს აქვს კოდი შესაყვანი სადარბაზოში რომ შეხვიდე. ადრე ყველა სადარბაზო ღია იყო და ჩვენი ინტერვიუერები ძალიან მარტივად შედიოდნენ. ეხლა ბევრი გამოწვევა უდგათ უწევთ ლოდინი, რომ ვინმე შევიდეს და მათ შეყვნენ, ანუ უფრო გართულებული, ამიტომ აი სატელეფონო ტიპის გამოკითხვები უფრო პოპულარულია ზუსტად ამ მიზეზიდან გამომდინარე. კი, და ხარისხზე დავამატებ ასევე ხარისხის კონტროლი ძალიან დიდ როლს თამაშობს ზოგადად, აი ხა თქვენ რაც ახსენეთ, რომ ხა იმას არ ვინდობი მეტროსთან ვიღას და კი, რა თქმა უნდა, ჩვენი როგორც კვლევით კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ის, რომ აი თუნდაც ის ველზე გასული ინტერვიუერი, რომელიც ნუ სახლში მიდის და ნუ იწერს ასე ვთქვათ ამ ინტერვიუს კონტროლდებოდეს მაქსიმალურად. GPS კონტროლით ვაკეთებთ მაგალითად ჩვენ ამას, პლანშეტებით დადიან ანუ ეს ადამიანები, რომ ნამდვილად სწორ შერჩევის წერტილზე მივიდნენ და ეს ვაკონტროლოთ აქეთ ამ მხარედან ბექშიც და შემდეგ უკვე ხარისხის კონტროლის სხვადასხვა მექანიზმები გვაქვს თვითონ შეგნითაც უშუალოდ ჩატარებული ინტერვიუს ხარისხს გულისხმობ ამ შემთხვევაში რა, ვთქვათ, მოსმენის ნაწილი შეიძლება იყოს და სხვა ესეთი ტექნიკური გადაწყვეტები გვაქვს ამისთვის, რომ ეს ნაწილი უზრუნველყოთ მაქსიმალურად. ანუ აი ბიზნესს რომ მოუყვებით თქვენ რაღაცა ციფრებს, ხო? აი შეიძლება ქონიათ ეგეთი გამოცდილება, რომ აი ბიზნესს გეუბნებათ, იცი რა, არ პირველად ვისმენ ახლა რომ ჩემ ბრენდზე ესეთი რაღაც უკავშირი არსებობს და ანუ რაღაც უნდობლობის ნაწილში აი რითი უმტკიცებთ მაგალითად ანუ გაქვთ რაღაცა დეტალური ჩანაწერები რომელსაც თუ რაღაცა სურვილი არსებობს უგზავნით ამ კომპანიას პირობითად ერთ სიტყვი და ნინი გააგრძელებს შემდეგ ზოგადად ახლა ჩვენთან მიმართებით რა ვიცი მე ჩემი გამოცდილებით ყოველ შემთხვევაში ანუ საკმაოდ დიდია ნდობა ACT-ის მიმართ კი ბატონო აი ხარისხის ნაწილს რაც ეხება, თუმცა აი ზოგადად ესეთი ტიპის შეთანხმება, ვთქვათ, კლიენტთან დამკვეთთან, რა თქმა უნდა, პერსონალური მონაცემების დაცვის კანონის ფარგლებში, ანუ რაღაც მონაცემების გაძიარების უფლება რა თქმა უნდა არ გვაქვს, თუმცა ესეთი ტიპის რაღაცა შეთანხმების დადება შეიძლება აი ბაზა შეიძლება გაუგზავნო მაგალითად არ ვიცი კიდევ რამ მეთოდი თუ გახსენდება ნინი ამ კუთხით რითაც აი იმდენად მონაცემს აწვდი რა იმდენად ბევრი პროცედურა გვაქვს ხარისხის კონტროლის სადაც იგულისხმება ლოგიკური კონტროლიც მაგალითად აი ადამიანმა რომ რაღაც კითხვაზე გარკვეული პასუხი გასცა სხვა კითხვაზე რომ სხვა პასუხი გასცა ეს პასუხები რამდენად ერთმანეთთან მოდის შესაბამისობაში გარდა ამისა როდესაც ანალიტიკოსი იწყებს ანგარიშზე მუშაობას იმდენად უკვე ვიცით კონტექსტი და ინდუსტრიები მაგალითად წლებია მუშაობთ საფთიაქო ინდუსტრიაში, საბანკო ინდუსტრიაში და რაიმე ალოგიკური ამოვარდნილი ეგრევე თვალში გვხდება და ეგრევე ვიწყებთ, მაგრამ ამის გადამოწმებას. აი საინტერესო არის ინდუსტრიების მე მქონდა მონიშნული ეგეთი შეკითხვა, რომ
ინდუსტრიების ზონაზე როგორ იყოფა კვლევები, რომელი ინდუსტრია ანუ განსხვავდება, მაგალითად ინდუსტრიების მიხედვით, რომ სხვადასხვანაირ კვლევებს ითხოვენ. იმიტომ მე შემდეგ კითხვა მექნება უშუალოდ მარკეტინგულ კომუნიკაციებზე გადავალ, მე რომ აი უამრავი კამპანია რო კეთდება და უამრავი ტიპის საკომუნიკაციო ამ აფთიაქებიდანაც, საბანკო სფეროდანაც და ასე შემდეგ. ანუ მე თუ ხდება ხოლმე აი ამ რაღაც კამპანიების გაზომვა რა შედეგი იქონია რა და აი ეგეც საინტერესოა ორ ნაწილად რო გავყო ჩემი შეკითხვა. კი ბატონო, ინდუსტრიები თვითონ ინდუსტრიები განსხვავებულ გამოწვევებს აწყდებიან. შესაბამისად, მათი ბიზნეს ამოცანაც განსხვავებული შეიძლება იყოს. მაგალითისთვის ახლა ვთქვათ, რომ ჩავყვეთ რამდენიმე ინდუსტრიას, ახლა საბანკო სფეროზე რო ვისაუბროთ, მაგალითად ძალიან აქტიური კონკურენცია არსებობს ბანკებს შორის და მან დაი პატარა განსხვავებასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ საბანკო სექტორში ძალიან პოპულარულია ნათიას მიმართულებაში არსებული კვლევები, ეს არის ტრეკერები, რაც გულისხმობს ძალიან ესეთი პატარა დროით ინტერვალში გადაზომვას, რომ ნახოთ ამ თვეში სად ვარ, სხვა თვეში სად ვიქნები და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად, საბანკო სექტორში. გარდა ამისა, საბანკო სექტორში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის გამოცდილების კვლევა. რატო? იმიტომ რომ პროდუქტი როგორც წესი ბანკებს ძალიან მსგავსი აქვთ უკვე დღეს, პროცენტი ვთქვათ და აღების პერიოდი, გადახდის პერიოდი და ასე შემდეგ და კონკურენცია რითაც შეიძლება რომ ერთმანეთს გაუწიონ არის ის თუ როგორ გამოცდილებას შეუქმნიან მომხმარებელს აი ამ პროდუქტის აღების და თუნდაც შემდგომ სხვა პროცესების ერთიანობაში. ამიტომ აი აქ უკვე მომხმარებლის გამოცდილება ამდენად კმაყოფილი დარჩა მომსახურებით, რა პარამეტრებმა იქონია გავლენა აი ამ კმაყოფილებაზე, უკვე ამას ექცევა ძალიან დიდი ყურადღება. ასევე საინტერესოა მაგალითად FMCG-ის სექტორი, ანუ ყოველდღიური ესე რომ დავარქვათ, თქვათ, ხშირი მოხმარების პროდუქტები, აქ სერვისი საერთოდ არ არის, ხო? ჩახსნილია სერვისის ნაწილი და მომსახურების ნაწილი, ამიტომ უშუალოდ ბრენდის პერფორმანსზე აკეთებენ აქცენტს და მუდმივად იკვლევენ, თქვათ, სად არის ბრენდი კონკურენტებთან მიმართებაში, როგორია სამომხმარებლო წილი, როგორია პოზიციონირება, იმიჯი და ასე შემდეგ. ანუ კომპანიები, სადაც სერვისი არის წამყვანი, იქ უფრო აქცენტი კეთდება კვლევის კუთხითაც სერვისზე, მაგალითად, თუნდაც სამშენებლო კომპანიებისთვისაც ეს დეველოპერული კომპანიებისთვის ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ გაყიდვების გუნდი ძალიან მნიშვნელოვანი ერთეულია მათთვის და როგორია მათი მომსახურება და პერფორმანსი, ამას ძალიან აქტიურად ზომავენ და კომპანიებს, სადაც მარკეტინგს და ბრენდს აქვს წამყვანი როლი უფრო მეტად და სერვისი არა აქვთ ფიზიკურად, იქ უკვე ბრენდის კვლევები არის წამყვანი და მნიშვნელოვანი. პროდუქტის კვლევებიც ასევე. პროდუქტის კვლევები. პროდუქტის launching-ის პერიოდში აკეთებენ ხოლმე, ვთქვათ, ტესტირებს და ახალი პროდუქტის დანერგვის ან აი FMCG-ში ძალიან აქტუალურია ესეთი ტიპის კვლევები და ბევრს ვაკეთებთ, ხო, აი ახალი გემო, ახალი პროდუქტი საერთოდ რაღაცა, ვთქვათ, კონკრეტული ბრენდის მიერ სანამ შემოვა ბაზარზე საქართველოში საკეთებენ და ნუ საერთაშორისო კომპანიები, დიდი გლობალური ბრენდები მით უმეტეს კვლევის გარეშე არც იღებენ ეგეთი ტიპის კერად, არანაირ გადაწყვეტილებას საერთოდ რა, აი დიდი ბრენდები რაც გახსენდებათ, ახლა FMCG-ში თუნდაც ჩვენთანაც მათ შორის აი ყოველწლიურად აკეთებენ კვლევებს, რეგულარულად ზომავენ. რეკომენდირებული კვლევა, რომელიც აი ამ ინდუსტრიების მიხედვით უნდა გაკეთდეს, თუ არსებობს ეგეთი. აი FMCG ბრენდის კვლევებს აკეთებს, აი brand health tracking ქვია ეგეთი ტიპის კვლევებს. იკვლევს ბრენდის მარკეტინგული სხვადასხვა ასე ვთქვათ პარამეტრის ჯანმრთელობას და შემდეგ კონკურენტულ ურთიერთმიმართებას აქვს ვთქვათ ბრენდების, ანუ რა არის ეს ბრენდის ცნობადობა, მათ შორის აი top of mind-ში პირველი რომელი ბრენდი მომდის თავში, როდესაც მაგალითად ფიქრობთ კბილ გაზიან სასმელზე, ვთქვათ რა ეგ ინდუსტრია რო აიღო. მერე არის სამომხმარებლო წილი, რასაც ასევე მუდმივად ტრეკავენ. ზოგადი მოხმარება ის ბოლო 6 თვეში რომელი ბრენდები შემიძენია ამ კატეგორიაში. მათ შორის ყველაზე ხშირად რომელი შეუძენია. ანუ ძირითადი ბრენდის მოხმარება, ძირითადი main brand loyalty, რაზეც არის ხოლმე შემდეგ მიბმული და დამოკიდებული. აი ეგ. და ნუ რა თქმა უნდა, მანამდე კიდე მნიშვნელოვანია, სანამ შენ ძენაზე გადავალთ ეს consideration-ის ნაწილი, რასაც ზომავენ, ანუ განხილვა, აი რომელი shortlist-ი მაქვს მე ბრენდების, რომლებსაც განვიხილავ მანამ სანამ სასურველ პროდუქტს ვიყიდი. და რა მოქმედებს მე შემარჩევანზე, ანუ რის მიხედვით ვიღებ გადაწყვეტილებას, ფასის,
გემოს, ხარისხის ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ჩართული არის ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მომხმარებელიც განსხვავდება, ვთქვათ, ვიღაცა ფასზე ორიენტირებულია, ვიღაცა ამ ხარისხზე და სეგმენტაციასაც აკეთებენ, მაგრამ შემდეგ ეს ბრენდები ხო, ამ ადამიანების და უყურებენ, ვთქვათ, მისი სამომხმარებლო პორტფოლიო, როგორი მომხმარებლით არის ძირითადად დაკომპლექტებული, ან რა წილით არის წარმოდგენილი ეს ხალხი. ბრენდის იმის სწავლობენ ასევე, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, როგორ აღიქმები რა მომხმარებლისთვის, როგორ პოზიციონირდები, როგორი ბრენდი ხარ და იქ მილიონი პარამეტრია, ვთქვათ, იმიჯის. შემდეგ რასაც მარკეტინგში იყენებენ, ხო, ისრისთვის უნდათ, რომ შემდეგ მარკეტინგულ კომუნიკაციაშიც ნამდვილად გადაჩეკონ ასე ვთქვათ, რომ მე თუ მინდა რომ წარმოდგენილი ვიყო ბაზარზე როგორც მაგალითად ინოვაციაზე ორიენტირებული ბრენდი, რამდენად მართლა ეგრე აღიქმები მომხმარებელში ამის გადაზომვა, მის ერთადერთი პრინციპში ინსტრუმენტი არის კვლევის გარეშე ამ ინფორმაციას ვერ მიიღებ. და აი ახლა ლოგიკური კითხვა მიჩნდება ეგეთი, რომ აი რამდენად ხშირად მუშაობენ სააგენტოები თქვენთან ერთად პირობითად გულისხმობ იმას, რომ ან მარკეტერები თუნდაც. ანუ თქვენ მე რასაც ვისმენ, გაქვთ უფრო რაღაცა სერვისი, ანუ ბრენდი მოვიდა, დაგიკვეთათ, თქვენ რაღაცა ეს ინსაიტები მოაგროვეთ, მიეცით და მე აი თითქოს მთავრდება ეგ თუ რაღაც ხშირი და მუდმივი პარტნიორობებიც გაქვთ მაგალითად, რითაც თქვენ ამოწმებთ რამდენად სწორად გებულობს ის ბიზნესი თქვენს დაჭერილ ინსაიტებს, იმიტომ რომ ეხლა მე მაგალითად ჩემი სააგენტოს კუთხითაც ხა სხვა ბრენდებშიც რაც მქონია გამოცდილება, აი ესეთი უშუალოდ ძალიან ახლო კონექშენი კვლევის ორგანიზაციასა და რაღაც მარკეტინგულ პროცესს შორის არ მახსენდება. მე მახსენდება რომ რაღაცა ბრიფის დონეზე ბრენდიდან მოწოდებული ინსაიტები, რომ აი ჩვენი მომხმარებელი ესეთია, ამას აქცევს ყურადღებას, ამას, მაგრამ ის რომ მაგალითად სააგენტო და კვლევითი ორგანიზაცია ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, რომ მოდი აი მაგალითად დახლზე რო დევს აი აქ სტატისტიკურად აქ კი არა, აი აქ უნდა იყოს ოღონდ ეს აქ რო დევს ლურჯი კი არ უნდა იყოს, წითელი უნდა იყოს, რომელიც მოგცემს მაგალითად აი ამ შედეგს და აი თუ მაგალითად მე ჩემი გამოსახედიდან ვფიქრობ, რომ თუ მაგალითად შედეგზე არის ორიენტირებული ის კონკრეტული მარკეტინგული კამპანია, ეს კავშირი აუცილებელია ჩემი გამოსახედიდან. არ ვიცი ახლა როგორ ხდება თქვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის რომ მაგალითად გავაკეთოთ, აი საბანკო ნაწილი ავიღოთ პირობითად და რაღაცა ემოციური ვიდეორგოლი გადავიღოთ. გასაგებია რომ მე რაღაც კვლევა გაკეთდება, ჩატარდება, გამოიკითხება ადამიანები და აი რამდენად გაუთმათ გული იმ კონკრეტული ვიდეორგოლის შემდეგ, მაგრამ აი როცა რიტეილის ხარეს ვფიქრდებით, ანუ იმდენი წვრილი ნიუანსია, რომელიც ამ ადამიანის გადაწყვეტილებაზე მოქმედებს. ანუ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ კავშირი სააგენტოსა და მარკეტერსა და კვლევით ორგანიზაციას შორის. შეიძლება ხა კომპანია საერთოდ არ ყავდეს აუთსორსზე სააგენტო, მაგრამ შიდა თიმი ყავდეს, შიდა მარკეტინგის გუნდი ყავდეს და ის მარკეტინგის გუნდი გემუშავებოდეთ, რომ აი კიდე რამე ხო არ არის ისეთი, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ ინსაიტად, რომ მომხმარებელს რაღაც გადაწყვეტილება მივაღებინოთ და თუ არის რაღაცა ეგეთი აქტიური მუშაობები პროცესში და ან გრძელვადაში პირობითად. ხო, დღევანდელი მდგომარეობა რო შევაფასოთ, ვერ ვიტყვი რომ ეს გავრცელებული პრაქტიკა არის და ის რო ვთქვათ გუნდურად მუშაობენ აქეთ სააგენტო მაგალითად კვლევითი კომპანია და დამკვეთი. იშვიათია გვქონია და საინტერესოა რომ უფრო საერთაშორისო ბრენდებთან ერთად გვქონია უფრო მეტად ეგეთი კოლაბორაცია ვიდრე ქართულ კომპანიებთან ნაკლებად. მაგალითად კამპანიასთან მიმართებაში გვქონია რომ ვთქვათ გაგვიტესტავს წინასწარ სცენარები, მაგალითად რაიმე სარეკლამო კამპანიის, შეიძლება ეს ყოფილიყო შეფუთვა და ასე შემდეგ, თუმცა აი მართალი ხართ თქვენი დაკვირვება რაც არის რომ ვთქვათ რაღაც მომენტში ეს ურთიერთობა წდება, ხო, შემიძლია რომ დავადასტურო, რომ ნამდვილად ეგრე, ანუ ეს გრძელვადიანი ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ უფრო კვლევითი კუთხით გვაქვს ეს გრძელვადიანი ურთიერთობები და მთელი წელი შეიძლება ვემუშაოთ ჩვენ დამკვეთს, ოღონდ ისევ და ისევ კვლევის გარშემო. ხო, და მისცეთ რაღაც დეიტა და მე ის თვითონ ამუშავებს. დეიტას მივცემთ უკვე დამუშავებულ მონაცემს, მივცემთ ინსაიტებს. რა თქმა უნდა, გვაქვს სამუშაო შეხვედრები, სადაც მსჯელობთ ამ მიღებულ ინსაიტებზე და აპრიორიტეტებს ჩვენი დამკვეთი, რომელი აქედან მათთვის მნიშვნელოვანია, შეიძლება იყოს ვორქშოპის ფორმატში მაგალითად.
და თქვათ იქვე შეიძლება დაგეგმოს რაღაც სამოქმედო გეგმა, ჩამოაყალიბოს ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. ანუ ჩვენ კვლევას მიუყვებით, მაგრამ აი სააგენტოს ნაწილი არ არის ეგეთი გავრცელებული პრაქტიკა. საინტერესოა. კი, ნამდვილად ესე არის. ხა ჩვენ ყავს კლიენტები, რომლებთანაც მწლებიო თანამშრომლობთ და მათი ესეთ შიდა ბიზნესი, რა თქმა უნდა, რა ისეთ ღრმა დეტალებში, მაგრამ ვიცით რა მათი საჭიროებები უკვე წლებია მართლა და აი რა კამპანია გაუშვა ვინ, რომელი კვლევის შემდეგ, ამის სენსიც გვაქვს და სენსის გარდა, ანუ ისეთი პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს უკვე, რომ აი სამუშაო შეხვედრაზეც გვეუბნებიან ასე ვთქვათ ამას რა, გვიზიარებენ ასე ვთქვათ მათ სამოქმედო გეგმას, ან აი ეს კონკრეტული კვლევა რისთვის სჭირდებათ მაგას და ეგ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ხოლმე რა, ეს უფრო გლობალ სურათი წარმოვიდგინოთ ხო, აი კვლევის დაგეგმვის დროს და ინსტრუმენტების შემუშავების დროს ძალიან გვეხმარება ხოლმე, რომ აი მაქსიმალურად ამოვწუროთ და ამოვიღოთ ასე ვთქვათ ის ინფორმაცია, რაც რეალურად ჭირდება კლიენტს და მაგრამ შემდეგ უკვე კვლევის და ასე ვთქვათ რაღაც საკონსულტაციო, ასე ვთქვათ რაღაცა მომსახურების ნაწილში ვართ როგორც კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია კლიენტთან ჩართული, მაგრამ აი სააგენტოსთან მეც რა ვიცი ნაკლებად მახსენდება, მარც მახსენდება რაღაცა სირცხვილი სააგენტოების შეხება მქონია. პროდუქტი ერთი შემთხვევა იყო პროდუქტის ახალი პროდუქტის შექმნასთან დაკავშირებით, როცა უბრალოდ მარკეტერი იყო ჩართული როგორც კონსულტანტი მეორე მხრიდან არაჩვენი კომპანიიდან, ესე ვთქვათ, საქართველოს ცნობილი ქართულ კომპანიაზე მაქვს საუბარი, თუმცა მასთანაც ესეთი თანამუშაობის ისა გამოცდილება არ მქონია, ანუ ის ცალკე ემუშავებოდა დამკვეთს და ჩვენ აქეთ მხარეს კვლევას ვაკეთებდით. კი, თუმცა ხშირია, როდესაც ჩვენი კვლევა აძლევს ისეთ საინტერესო ინსაიტებს კომპანიას, რომელიც მერე უკვე ამ ინსაიტებით მიმართავს სააგენტოს და ამ ინსაიტების საფუძველზე ამზადებს ბრიფს, ვთქვათ, როგორი კონცეფცია კონდეს, როგორი ვთქვათ, საკომუნიკაციო მესიჯი კონდეს, ანუ ამ ინსაიტებს აქტიურად იყენებენ. კი, აი რეკლამის გაკეთებამდე ზოგადად სანამ სარეკლამო კამპანია დაიგეგმება ამ რეკლამაში ვინ უნდა მონაწილეობდეს, რა უნდა ხდებოდეს და რა ასე ვთქვათ მესიჯ ბოქსი უნდა იყოს, ხო? ეს ძალიან ხშირად დიდ კომპანიებში შესახება ნამდვილად კვლევით განისაზღვრა. კვლევის შედეგის გარეშე შენ არ იცნობ შენს მომხმარებელს საერთოდ, ანუ ვიზე უნდა გააკეთო აქცენტი, ხო? რეკლამებში რა ხდება, ბრენდები აკეთებენ და კომუნიკაციის დროს იყენებენ იმ სეგმენტს, ასე ვთქვათ, წარმომადგენელს რაღაცა, რომელიც არის რეალურად მისი სასამიზნე აუდიტორია, მისი სეგმენტი, ხო, ეგეთი ადამიანი ჩანს იმ რეკლამაშიც და რა სიტუაციაში უნდა იყოს მაგალითად ეს რეკლამა გადაღებული, რა უნდა ჭამდეთ, უნდა ვერთობოდეთ, რას უნდა ვაკეთებდეთ, ეხლა ნუ ბრენდიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა და ინდუსტრიიდან, სწორედ მაგაზეა დამოკიდებული, კვლევამ რა გვაჩვენა. როგორი მომხმარებელი მყავს მე და რა სიტუაციებში იქცევა ის როგორ. ეგ მნიშვნელოვანი არის, ხომ ეგ მახსენდება, არაერთხელ მიხუმრია ხოლმე ეგეთ ვიდეო რგოლოზე, სადაც აი შეხედავდა, ანუ ქართული რო არაფერი არ აქვს და ჰოლივუდი რო არის და მსახიობები ყველა ქერა, ცისფერთვალება რაღაცა, ანუ თითქოს რომ ვერ აიდენტიფიცირებ, რომ ეს არის ქართველი მომხმარებელი. რა რაღაც გონია რომ რაღაც უცხოელს უყურებ, ხო ხტები და გარემოც ის რაღაც სადაც არის გადაღებული, ანუ ყველაფერი ლამაზი, ის ანუ ნუ ცხადია სეგმენტზე იმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩემი აზრით კი ერთია რომ მე ესე უყურებ რომ მაგალითად გააკეთო ლამაზი ვიდეო რგოლი, ლამაზი მსახიობებით, ლამაზი გარემოთი, მაგრამ მეორეა რამდენად აღიქვავს შენი მაყურებელი და შენი მომხმარებელი ის როგორც თავის თავს არ რამდენად გააიგივებს საკუთარ თავთან და ეგ აცდენები ალბათ მოდის ისევ და ისევ ამ ბიზნეს ამოცანებიდან და კვლევიდან რომ აი ჩვენი მომხმარებელი არის ეს და მინდა რომ ამ ადამიანმა თავისი თავი დაინახოს, ხო? ხო და აი ეგ არ ვიცი რა შეიძლება მაგნაცას, მაგრამ ნუ მესმის აგენტოებისაც რომ უნდათ რომ რაღაცა ისეთი სურათი შექმნან რომ ლამაზი იყოს ყველაფერი, მაგრამ მეორე მხარეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი კასტინგის დონეზეც კი ეს კვლევითი ნაწილი ალბათ გათვალისწინებული უნდა იყოს და არ ვიცი მაგას რა შეიძლება დაუპირისპიროთ. კი, ნამდვილად ამიტომ ვურჩევდი, არ ვიცი, რამდენადაც შესაძლებელია, რომ მაქსიმალურად
მოხდეს აი ამ იდეების, სცენარების, ანუ უკვე რთულია უკვე გადაღებულ რეკლამაზე რაღაც ცვლილებები შეიტანო და ალბათ შეუძლებელიც არის და ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა რაღაც მასალების გატესტვა მანამდე შეიძლება, სანამ უშუალოდ მოხდება სარეკლამო რგოლის გადაღება. ამიტომ სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად ვურჩევდი კომპანიებს, რომ გატესტონ, შეიტანონ გარკვეული ცვლილებები, რასაც ის სამიზნე აუდიტორია იტყვის კონკრეტულად, ვიზეც არის გათვლილი ეს რეკლამა და ისე მოხდეს შემდეგ ამ სარეკლამო რგოლის მიწოდება აუდიტორიისთვის, იმიტომ რომ ძალიან ძვირადღირებული სერვისია რეკლამა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ის ეფექტი იქონიოს, რისთვისაც არის დაგეგმილი და რისთვისაც არის გადაღებული. ეხლა მახსენდება ჩვენ პოდკასტში ადრე სტუმრად ყავდა გიორგი ებრალიძე, რომელმაც გადაიღო აი ეს ძველი რეკლამები, აკაცა რეკავს, გადმორეკე და ასე შემდეგ. და ზუსტად მან იყო ნათქვამი, რომ ანუ ადამიანი, ვინც რაც იყო სეგმენტი, ანუ რა ადამიანებსაც ვესაუბრებოდით, ანუ ის ემოცია მივიტანეთ, ანუ ამ ადამიანებმა ძალიან ახლოს მიიტანეს ის, რაც იმ სიუჟეტში ხდებოდა და იყო ბევრად უფრო ადამიანური, უფრო თბილი, უფრო რაღაც ემოციებზე აქცენტირებული. თუმცა დღესაც ჩვენ შეიძლება ხვდებით ძალიან ბევრ ემოციურ ვიდეო რგოლს, მაგრამ სამწუხაროდ აი ეს რაღაცა არ ილექება ჩვენში, ესე რომ ვთქვა და შეიძლება რაღაც გავიდეს რაღაც ერთი წელი და საერთოდ აღარც გაგვახსენდეს ეს კომუნიკაცია. ნუ ამას ახლა ძალიან ისე რო არ შევყვეთ, მე მინდა სხვა კითხვებით დაგისვათ, იმიტომ რომ ჩვენი დრო თლათ შეუზღუდავი არ არის. მე მაინტერესებს ჩვენ გვაქვს პარტნიორის კითხვა ჩვენს პოდკასტში. ჩვენი პარტნიორი არის არომაკო, არომა მარკეტინგის კომპანია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ბრენდებს თავისი სერვისებით და ძალიან საინტერესო არის ზოგადად არომა მარკეტინგის ფაქტორი კომუნიკაციაში, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც ფართოდ გავრცელებული მიმართულება და უფრო რიტეილის მხარეს ხშირად შეგხვედრია და ეს კომპანია, რომელიც კომუნიცირებს თავის სერვისებზე, ძალიან ხშირად მოიშველიებს კვლევებს, რაზეც დგას, იმიტომ რომ ადამიანს უნდა უთხრა, რომ იცი რა არის, აი რაღაც 100 ადამიანი რომ შემოდის, აქედან 90 ჩემს უნი ამახსოვრდა პირობითად. ანუ თუ არსებობს რაიმე ეგეთი გამოცდილებები, ხა კვლევითი ორგანიზაცია ხართ და ძალიან საინტერესოა თქვენი დაკვირვებები ამ მიმართულებით. ხო, ზოგადად ძალიან საინტერესო მიმართულებაა ნამდვილად და ნუ არომა მარკეტინგი მნიშვნელოვანია იმდენად, ანუ მე როგორც ვიცი, იმიტომ რომ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ემოციაზე მოქმედებს და ეს ემოცია მეხსიერებასთან ძალიან არის დაკავშირებული და ხშირად რაღაც მომენტები ზუსტად სურნელიდან გამომდინარე გვამახსოვრდება. ამიტომაც არის ეფექტური და თან კვლევებიც ნამდვილად ამყარებს. მეც მაქვს მაგალითად წაკითხული სხვადასხვა საერთაშორისო კვლევა, სადაც სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად დადგენილია, რომ შესაბამისი სურნელი, მოდით ეგრე ვიტყოდ, იმიტომ რომ მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ სასიამოვნო სურნელი არ არის საკმარისი, სურნელი უნდა იყოს იმ კონკრეტული ობიექტის და იმ კონკრეტული ადგილის შესაფერისი, ხო? მაგალითად, ყვავილების სურნელი ყველას ძალიან მოგწონს, მაგრამ არის ობიექტები, სადაც შეიძლება მოკლედ ძალიან შეუფერებელი იყოს ეს სურნელი. ამიტომ სწორად არჩეული, სწორ სეგმენტზე გათვლილი სურნელი ნამდვილად ახდენს გავლენას, პოზიტიურ გავლენას გულისხმობ ამ შემთხვევაში მომხმარებლის კმაყოფილებაზე, მომხმარებლის დამოკიდებულებაზე ბრენდის მიმართ და უკვე ქცევაზე, რომ მაგალითად შეიძლება დიდხანს შეჩერდეს მაღაზიაში და უფრო მეტი შენაძენი განახორციელოს და საბოლოო ჯამში გაყიდვებზეც შეიძლება ეს აისახოს, რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როდესაც პროდუქტიც კარგია, მომსახურებაც კარგია და პლუს ამას სურნელი ეფექტი უკვე ემატება, იმიტომ რომ მარტო არომა მარკეტინგი თლიან გამოცდილებაში ერთიანდება და უკვე გამოცდილებას ქმნის პოზიტიურს, აი ამ ყველაფერთან ერთად. ანუ გარემოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი ხდება სხვა პარამეტრებთან ერთად, მაგალითად მუსიკაც შეიძლება მოქმედებდეს ზუსტად მომხმარებელზე, შეიძლება განათებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს და სხვა გარემოს ელემენტებს. კვლევის კონტექსტშიც რო განვიხილოთ, დღესდღეობით აი ეს მიმართულება კვლევაში ინტეგრირებულია როგორც მომხმარებლის გამოცდილების ნაწილი. როდესაც ჩვენ ვიკვლევთ, თქვათ, კონკრეტულ ობიექტში როგორი გამოცდილება მიიღო მომხმარებელმა,
ფორმა სხვა პარამეტრებთან ერთად ერთ-ერთი პარამეტრი არის ერთ-ერთი შემადგენელია. ცალკე არის სერვისის პარამეტრები, რო ვთქვათ, რამდენად კარგად მომსახურე პერსონალი, რამდენად თავაზიანი იყო, კომპეტენტური იყო და ასე შემდეგ და მეორე ნაწილი არის უკვე გარემო, ვთქვათ, საბაზისო პარამეტრები, რამდენად სუფთა გარემო იყო მოწესრიგებული, გადატვირთული და ერთ-ერთი პარამეტრი უკვე შემოდის არომას. ხო, ანუ ესე ცალკეული რაღაც ქართული კომპანია მოსულიყო და რაღაც კვლევა ჩაეტარებინა ჩემს ფილიალებში არსებული არომატების შედეგად რა ციფრე მოიმატა, დაიკლო განწყობა, აიწია, ანუ ესეთი კვლევები, ქართული ბრენდებიდან ნაკლებად არსებობს. იცით როგორ არის, თვითონ ბიზნესაც აქვს შესაძლებლობა, რომ თვითონვე დააკვირდეს თავის მაჩვენებლებს, ეს ძალიან მარტივია. ამიტომ არის სწორი ფორმულა. აი როგორ ეხა მე მაგ ბიზნესი და როგორ დავაკვირდა ეხა ჩემს იმაში რა ქვია ჩავატაროთ ექსპერიმენტი მარტივი ექსპერიმენტი რომ მაგალითად თუ გვაქვს თქვათ 10 ობიექტი 10 ფილიალი ნახევარში გავუშვათ არომა და ნახევარში არ გავუშვათ. ოღონდ პირობები სხვა არაფერი არ უნდა განსხვავდებოდეს სულადი. მაგალითად არ უნდა მოხდეს რომ სადღაც აქცია იყო და სადღაც არ იყო. ანუ ეს პირობები უნდა იყოს თანაბარი. და რაღაც რამდენიმე დღე დავაკვირდეთ, ხო? მაგალითად, ერთი თვე ვუყუროთ, როგორ იმუშავებს. მერე შევხედოთ მაჩვენებლებს, პირდაპირ შეიძლება გაყიდვებს შევხედოთ, საშუალო ჩეკის ოდენობას შევხედოთ, ადგილზე დავაკვირდეთ მომხმარებლის განსხვავებას. ანუ იმდენად დაყოვნების დრო, იმდენად ბიზნესისთვის მარტივია, რომ ამას თვითონვე დააკვირდეს, რომ აქ უკვე კვლევითი კომპანიის ჩართულობა ამ ნაწილში ნაკლებად ოპტიმალური იქნებოდა. მაგრამ თუ ეზარებათ შეუძლიათ რომ გავა მენეჯმენტად. მე მინდა რომ კითხოთ ახსენეთ დასაწყისში რომ საუბრობდით AI ახსენეთ უბრალოდ განვითარება სხვადასხვა ცვლილებები რაღაც სხვადასხვა მიმართულებით. ძალიან საინტერესო არის აი ეს ტრენდები და ის ტენდენცია როგორ ვითარდება თქვენი ინდუსტრია და აი ამ ტექნოლოგიურ სიახლეებს როგორ მიყვებით და რა სიახლეებს ნერგავთ, იმიტომ რომ ამ კითხვაში გავაერთიანებ კონკურენციის ნაწილსაც, ხო? ანუ თქვენ არ ხართ მხოლოდ ერთი კვლევითი კომპანია, რომელიც ბაზარზე ოპერირებს და რა არის ის, რითაც თქვენ გამოარჩევთ საკუთარ სერვისებს? კი ბატონო, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რა თქმა უნდა, კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია და აი დასაწყისში ყველაზე თანამედროვე ბოლო სიახლე, რაც არის ზოგადად ამ მიმართულებით საერთოდ სოფლიოში და ჩვენს ინდუსტრიაში შემოვიდა, არის ზუსტად ის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვიყენებთ და ვართ პირველი ორგანიზაცია, რომელსაც AI ინტერვიუერი გვყავს, ანუ ადამიანური რესურსის გარეშე შეგვიძლია ჯერჯერობით ესეთი მარტივი მოკლე კითხვარების გავლა და პატარა კვლევების გაკეთება, სადაც აი ბეისიკ პასუხებია ძირითადად საჭირო, დიახ, არა, ქალი, კაცი, რაღაცა ერთპასუხიანი ძირითადად, მაგრამ არის ისეთი კვლევებიც, სადაც არც არის მეტი რეალურად, აი რაღაც სავარაუდო პასუხები გაქვს რეალურად მოცემული დახურვებს, ასაც ვეძახით და პირდაპირ შეგიძლია რომ AI ინტერვიუერის მეშვეობით ეგეთი ტიპის კვლევა განახორციელოთ, ძალიან ბიუჯეტურია, დროში რესურსულად, იმიტომ რომ ეს AI დღის მანძილზე, აი რა ვიცი, ასობით და ათასობით ზარი შეუძლია განახორციელოს რეალურად ადამიანური რესურსი ფაქტობრივად არ ჭირდება. შესაბამისად, ჩვენ ეს მონაცემის შემდეგ გაცილებით მოკლე დროში შეგვიძლია მივიღოთ AI-ს ვიყენებთ ასევე უკვე აქტიურად მონაცემთა ანალიზის ნაწილში ჩვენ. დაამუშავოს ეს ზარები თვითონ. კი ბატონო, ხო და მაქსიმალურად გაციფრულება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის რა სტრატეგიული, რომელსაც აქტიურად უნერგავთ უკვე წლებია და აი თვითონ აი რეპორტინგის ნაწილშიც უკვე რა, ეხა ტრადიციული რეპორტები რაც არის კვლევის ანგარიშები რაც ალბათ ყველა კომპანიას ვისაც ერთხელ მაინც კვლევა ჩაუტარებია და უნახავს არის ხო ეს რაღაც PPT ფორმატში გრაფიკი აგებული, რომელსაც ადამიანი ზის და მონაცემები ხელით შეყავს. ჩვენ ვცდილობთ რომ ამ მიმართულებით და გვაქვს შესაბამისი სოფტი, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ ციფრულად მოხდეს ამ ყველაფრის დამუშავება რა უკვე და ეს ბევრ ამას აზღობს შეცდომის ალბათობას მაგალითად რა ელემენტარული რო ავიღოთ, რა თქმა უნდა დროშიც და ადამიანური რესურსის დაზოგვაშიც გვეხმარება, დროის დაზოგვაში გვეხმარება, დეშბორდინგის მიმართულება შეგვიძლია შევთავაზოთ როგორც ასე ვთქვათ, კლიენტს როგორც ერთ-ერთი ასე ვთქვათ, საშუალება
ფორმა უფრო სწორად, ასე ვთქვათ, რიპორტის და სადაც მოდიფიკაცია შეუძლია მას უკვე და შეუძლია რომ აი რაღაცნაირად ლაივ რეჟიმში უყუროს, ასე ვთქვათ, ამ მონაცემს, აი ეგ განსაკუთრებით ისეთ კვლევებში გვაქვს ხოლმე, რომელსაც აი ყოველთვიური ფორმატი აქვს, რა ეგეთი კვლევებიც არსებობს, რომელიც ყოველთვე ტარდება და რაღაცები იზომება ყოველთვიურად, ანუ ესეთ ინდუსტრიებში, აი ნინიმ რაზეც ისაუბრა დასაწყისში და მოკლედ მაქსიმალურად ვერ გებით თანამედროვე ტენდენციებს ვპასუხობთ და ვცდილობთ, რომ ამ კუთხით ჩვენი მუშაობის პროცესიც უფრო გამარტივდეს და რა თქმა უნდა დამკვეთის კლიენტისთვისაც მიღებული შედეგი იყოს უფრო ასეთი გამოყენებადი. ანუ ბევრი რგოლი ამოვარდა უკან ბექში, აქ არ გულისხმობ ანალიტიკოსის როლს, იმიტომ რომ ანალიტიკოსის როლი დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუმცა აი უკან თქვათ ესეთი შავი საქმე შეიძლება და აი რუტინული საქმე, ხო, სადაც დიდი ადამიანური რესურსი იხარჯებოდა და დიდი დრო ფაქტიურად ყველაფერს ხელოვნური ინტელექტი აკეთებს, მაგალითად აუდიო ჩანაწერის ტრანსკრიპტისთვის საერთოდ აღარ არის საჭირო, რომ ადამიანმა გააკეთოს ეს და 3 დღე რო ჭირდებოდა მაგალითად 2 საათიან ტრანსკრიფცია, ხა ერთ წამში უკვე გამზადებულია, ეს ერთი ელემენტარული მაგალითია. ამიტომ ნუ ეს პროცესი თვითონ არის უფრო შემოკლებული და კლიენტისთვისაც ძალიან ბენეფიტური იქნება და სასარგებლო, იმიტომ რომ უფრო მალე მიიღებს შედეგს. ახლა ევროპაში ისეთი სიახლეები არის მიმართულებით და ისეთი საინტერესოა, რომ მაგალითად მოდერატორის როლი აქვთ ჩანაცვლებული AI-ით, რომ თქვათ ფოკუს ჯგუფს ჩაატარებს AI მოდერატორი, ინტერვიუს ჩაატარებს AI მოდერატორი, უკვე ეგეთი სერვისები აქვთ წამყვან კვლევით კომპანიებს. ხო, ნუ ალბათ ინგლისურენოვანი რო ვიყოთ, ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ბევრი რაღაცა, ნუ ქართულ ენასთან შედარებით ცოტა რთულია ხოლმე. ჩვენი ვირტუალური ოპერატორი ძალიან კარგად მეტყველებს ქართულად. ხალისმითაც შეუძლია მიმართოს ეს მოდეც კაცის. და სხვადასხვა ძალიან საინტერესოა, რომ სქესის მიხედვით რა ხმაც არის გავლენას ახდენს გამოპასუხების მაჩვენებელზე. კი, ხო. აი, საინტერესოა. კაცის ხმით უფრო მაღალი გვაქვს მე მგონი გამოპასუხება, ძალიან საინტერესოა კი. ერიდებათ რა უარი უთხრა ისეთი. შეიძლება. მაინც ხოიც ქართველები მაინც როგორ ისინიო. კი ბატონო, ჩვენ ყავს კიდევ ერთი პარტნიორი, რომელიც ასევე შეკითხვით არის ხოლმე ინტეგრირებული ჩვენს პოდკასტში, ჩვენი პარტნიორი ალმა და ხშირად ვცდილობ ხოლმე რაღაცა რელევანტური კითხვა იყოს ჩვენი სტუმრებისთვის და ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა კვლევის ნაწილში რო შევხედოთ ამ მედიუმს და გარე რეკლამას. ზოგადად თუ უყურებს, რამდენი ადამიანი უყურებს, რამდენად არის ესეთი მნიშვნელოვანი მედიუმი, იმიტომ რომ როდესაც საუბრობ დიდ კამპანიებზე, აუცილებლად ყველა დიდ კამპანია თითქოს მოიაზრებს გარე განთავსებასაც, გარე რეკლამასთან, იმიტომ რომ რაღაცა გარდა იმისა, რომ დიჯიტალში ხდება რეკლამა, გარეთაც შეგვხდეს და ასე შემდეგ. ანუ აი თუ არსებობს რაიმე ახალი დაკვირვებები, რომელიც გარე რეკლამის მიმართულებით არსებობს. კი ბატონო, ხო, ალმასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ზუსტად აი ამ საკითხებს ვიკვლევთ ხოლმე, რა საქცევს ადამიანი ყურადღებას სად და რა თემატიკაზე, თუნდაც ეს ძალიან საინტერესოა. ნუ გარე რეკლამაზე რო ვისაუბროთ, გარე რეკლამის აქტუალობა და მნიშვნელობა ალბათ იმაში მდგომარეობს, რომ სხვა არხებთანისგან განსხვავებით მისი დაპაუზება, გადახვევა და ასე შემდეგ შეუძლებელია, ხო? ანუ ტელევიზორში რეკლამას გადაახვევენ ძალიან მარტივად და ეგ უკვე ყველა კვლევით დასტურდება, რომ ტელევიზია როგორც არხი აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი და ეფექტური. სოციალურ ქსელშიც შეგიძლია რეკლამა გააჩერო, გადახვიდე სხვა კონტენტზე და გარე რეკლამა არის ერთადერთი თუ თქვათ საცობში ხარ და მანქანაში ზიხარ, ნუ თვალში მოგხვდება ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და კვლევებითაც დასტურდება, რაც ჩვენ გქონია მაგალითად თუნდაც ალმასთან ერთობლივი კვლევები საკმაოდ მაღალია ყურადღების მიქცევის მაჩვენებელი გარე რეკლამაზე, სადღაც მინიმუმ 70% ადამიანები სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა არხში, ვთქვათ ეს ავტობუსზე განთავსებული, ბილბორდის ზომაზე, ავტობუსზე ხო განთავსებული, მეტროშია განთავსებული თუ სად არის, მაგრამ მინიმუმ 70% რო ვთქვათ ადამიანი ყურადღებას აქცევს ხოლმე აი ამ არხში განთავსებულ რეკლამას არის ეს მაჩვენებელი. და თვითონ მაგაზეც
არის დამოკიდებული რეალურად მანდაც კონკურენცია თვითონ ეს ბილბორდი როგორ გამოიყურება რას განათავსებ ხო რეკლამაზე და რამდენად მართლა იქცევს ყურადღებას ის რაც ჩანს იქ რაც ფერებსაც აქვს მნიშვნელობა ვთქვათ ძალიან ბევრ დეტალს ბევრი ტექსტი რო უნდა იყოს ხო ზომას მათ შორის ასე შემდეგ და იმიტომ რომ ძალიან ხშირია ესეთი ადგილები ვთქვათ აი ზუსტად თუნდაც ავტობუსზე გაჩერებაზე რა ვიცი ისეცაც რამდენიმე ბილბორდი შეიძლება იყოს და მან კონკურენცია აი რომელი უფრო მიიქცევს ყურადღებას ხო ადამიანის მთელი დღე ხო არ გიხარ ხო აი რაღაცა რამდენიმე წამი წუთია შეიძლება როცა რეალურად ეს დრო გაქვს რომ ჯერ დაინახოს და მერე თან თუ საინტერესოა დაამახსოვრდეს კიდეც. კი და რადგან როგორ იზომება ეს თქვენი მხრიდან, აი პირობითად მე ვარ ბრენდი, რომელსაც მაინტერესებს, რომ განვათავსე ეს გარე რეკლამა, დავხარჯე თანხა, ალმას შევუკვეთე და ეხლა მაინტერესებს ის გაკეთებული ჩემი კამპანიის outdoor კომუნიკაცია, რამდენად ეფექტური იყო. ანუ ერთია რომ ალმა მე მაწვდის თავის რაღაც რეპორტს, რომელიც რაღაც კონკრეტულზე არის დაყრდნობილი, მაგრამ მე მინდა რომ დამოუკიდებლად თქვენთან მოვიდე და ეს კვლევა ჩავატარო. ანუ რა ტიპით ხდება ამის შეფასება? ანუ გარე რეკლამის პირველი ეფექტი არის ცნობადობის გაზრდა, ხო? ანუ პირველი ყველაზე უპირველესი ამოცანა გარე რეკლამის განთავსების ეგ უნდა იყოს და უკვე შემდგომ მოდის რომ გაყიდვებამდე მივიდეს, მაგრამ პირველი ეფექტი მაგაში გამოიხადება. ამიტომ თუ კომპანიას უნდა რომ ეს ეფექტი დაინახოს და გაზომოს, მაშინ ცნობადობა უნდა შეაფასოს თავისი ბრენდის ამ კამპანიის გაშვებამდე და გაშვების მომენტ თუ გაშვებამდე არ ვიცი, ან თუ აქვს უკვე რა თქმა უნდა ეს მაჩვენებელი და იცის მისი ცნობადობა როგორია მოსახლეობაში, უნდა გადაზომოს და შეხედოს თქვათ გაიზარდოს რაღაც პერიოდის მერე რა თქმა უნდა დაახლოებით 3-დან 6 თვის შემდეგ გაშვებიდან აისახება უკვე ეს ცნობადობაზე და ამით შეაფასებს ეფექტიანობას კამპანიის და იმ როის რაც თვითონ რეკლამის ეფექტიანობის კვლევებიც არსებობს ცალკეულად ან შეიძლება დიდი კვლევის ნაწილი იყოს რომ აი პირდაპირ რეკლამას აჩვენებ შეგვიძლია სურათი აჩვენო შეგვიძლია რა ვიდეო რგოლი აჩვენო ხა ანუ გარე რეკლამის შემთხვევაში უბრალოდ კითხო სად ნახე ეს რეკლამა ამა თუ იმ კომპანიის და აი პირდაპირ დატა მიიღო რეალური მონაცემი მომხმარებლის რა ნაწილმა ნახა რეალურად ბილბორდი და რა ნაწილმა სოცქსელში ნახა შენი რეკლამა და რა ნაწილმა ტელევიზორში მაგალითად. ესეც არის ერთ-ერთი საშუალება, რომ რეალური ეფექტიანობაც გაზომ. გასაგებია. მე მაქვს ესეთი კითხვა ხოლმე ტრადიციული, რომელიც ჩვენ პოდკასტის ბოლო ნაწილში გაჟღერდება ხოლმე, არის რომ ჩვენ რჩევებს ვაძლევთ სხვადასხვა სტუდენტებს, მარკეტერებს და ასე შემდეგ. თუმცა ამ შემთხვევაში მე მინდა რომ თქვენ მიმართოთ B2B სეგმენტს, ესე რომ ვთქვათ, ანუ ბრენდებს, კომპანიებს, დამფუძნებლებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ანუ რა იქნებოდა თქვენი რეკომენდაციები და რჩევები? თუნდაც იყოს ეს რაღაცა მითების დამსხვრევა, ან რაღაც ის, რაც სტერეოტიპები არსებობს თქვენი მიმართულებით და ეხლა თქვენზე კარგად ეგ არავინ არ იცის და მე უბრალოდ ძალიან მაინტერესებს რა იქნებოდა ეს მოწოდებები მათი მისამართით. პირველი დავიწყებ, რადგან უკვე ვისაუბრეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა კომპანიის ზომას ნამდვილად. უფრო მნიშვნელოვანია რა გადაწყვეტილების წინაშე დგას კომპანია და რა შეიძლება დაუჯდეს არასწორი გადაწყვეტილება, ხო? ამიტომ ნებისმიერი ზომის კომპანიას მოუწოდებდი, რომ სწორედ აი ამ მომენტებში, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგან, ან აპირებენ გაზრდას, უნდათ რაიმე პროდუქტის გამოშვება ბაზარზე და ასე შემდეგ, აუცილებლად მიმართონ კვლევით კომპანიებს, მიმართონ სრული ინფორმაციით, რატო ჭირდებათ და იყვნენ მაქსიმალურად გახსნილები, რომ რა გადაწყვეტილებას უნდა ემსახურებოდეს ეს კვლევა და კვლევითი კომპანია უკვე თავისი კომპეტენციით დაეხმარება, რომ მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით დაიგეგმოს გარკვეული კვლევა. კი, დავამატებ, რომ აი ეს ამოცანების ზუსტად მიზნების სწორად მიწოდება და ზუსტად ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ აი კვლევითი კომპანიის კომპეტენცია რეალურად შესთავაზოს სწორი მეთოდოლოგია კლიენტს ამ ამოცანების გადასაჭრელად და დასაფარად რა ტიპის კვლევის გაკეთებაა რეკომენდებული და ვთქვათ 2000 სატელეფონო ინტერვიუ მინდა ან 2000 პირისპირ ინტერვიუ მინდა პირდაპირ ამ თხოვნით მოსვლა ზოგჯერ არ არის რა თქმა უნდა რელევანტური ჯობია რომ ვიცოდეთ ჩვენს კვლევის ამოცანები ერთად ვიმსჯელოთ და განსაზღვროთ რა რაოდენობის რა ტიპის საერთოდ შესაძლებელია რაოდენობრივთან ერთად თვისებრივი კვლევა იყოს საჭირო მხოლოდ თვისებრივი კვლევა იყოს საჭირო ან არ იყოს და მეორე ტექნიკა იყოს საჭირო ხო მეთოდი აი ესეთი ტიპის
თანამშრომლობა საწყის ეტაპზე და მოკლედ კვლევითი ორგანიზაციისადმი ასეთი შემოსვლა მოკლედ დობის გამოცხადება მისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ უფრო პროდუქტიული იყოს შემდეგ თანამუშაობა. და გარდა ამისა, აი მარკეტინგულ კამპანიებზე, როდესაც საუბრობთ და რეკლამებზე, აქაც ჩვენ შევეხეთ ამ თემას, რომ მაქსიმალურად მოხდეს გატესტვა იმ იდეების და იმ კონტენტის და იმ მასალების, რომლებიც უკვე არსებობს, სამიზნე აუდიტორიაში და გათვალისწინებული იყოს ის უკავშირი, იმიტომ რომ ეს ეფექტი მაქსიმალურად გავზარდოთ, რაც თქვათ დაგეგმილია, რომ დაიხარჯოს ამ მიმართულებით. ხო და აი თქვათ მე რაღაც კონკრეტულ კომპანიას, რაღაც არ ვიცი რა ინდუსტრია შეიძლება ავიღოთ, არ ვიცი, საბანკო სფეროს პირობითად მოვუფიქრე რაღაც ვიდეო, სააგენტო ვარ და მინდა რომ ეხა ეს იდეა კლიენტთან დავფიჩო, გავყიდო და მანამდე მე უნდა მოვიდე პირობითად ვიძახი, ან უნდა მუშაობდეთ ჩვენ ერთად, ეს იდეა გაგიზიარო, თუ აი რა ფორმატით ხდება ამის ფიდბექის მოგროვება, ანუ რამდენად ერთია რომ მე კი დაახლოებით ვიცი რომ სწორ აუდიტორიაზე გავდივარ და სწორ სეგმენტისთვის მაქვს ეს ვიდეო როგორ, მაგრამ აი თქვენი ჩართულობა ამ ნაწილში აი რა რეკომენდაციას იძლევით რომ რა ნაწილში შეიძლება რა ფიდბექი და როგორ ზომავთ ამ კამპანიის ეფექტურობას, იმიტომ რომ კრეატიული ხალხი ცოტა ეგოზე კონცენტრირებული ხალხია და შეიძლება თქვა რომ იცი რა ეხლა ჩემზე უკეთ ვერც ერთი კვლევითი ორგანიზაცია ვერ მიხვდება ამ იდეაში სამხელა value შეიძლება მოუტანოს ბრენდს რა და აი მაგნაწილში თქვენი პასუხი რა არის? მაგნაწილში უკვე დამკვეთის მხარე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დამკვეთი რომელიც მონაცემზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს იღებს, აყენებს ამ საკითხს ზუსტად რომ მე სანამ ამხელა თქვათ რეკლამას გავუშვებ, აუცილებლად მჭირდება ევიდენსი, რომ თქვათ ეს მუშაობს იმ აუდიტორიაზე, რომელსაც გვინდა რომ იმუშაოს. ამიტომ ეს უნდა მოხდეს უკვე მას შემდეგ, რაც სააგენტო და დამკვეთი იწყებენ მუშაობას. პროცესში შეიძლება ქონდეთ რამდენიმე ვერსია, ხო, ხშირია რომ თქვათ რაღაც message box-ის რამდენიმე ვერსია ქონდეს. ვერსიების და პრიორიტეტიზებაშიც ეხმარება კვლევა, რომ რომელი არის აქედან საუკეთესო და იმ ვერსიის გაუმჯობესებაში, ანუ უკვე შემდგომი პროცესი არის და არა ვთქვათ მხოლოდ სააგენტოსთან სამუშაო თავდაპირველ ეტაპზე. კი ბატონო, მეც ერთ რჩევას დავამატებდი, რომ კვლევა არ არის ფუფუნება და არის აუცილებლობა ჩემი აზრით და ადამიანები რომლებიც მარკეტინგში მუშაობენ არ არის სწორი რომ კვლევას ესე წაუყრუოთ და დავტოვოთ ისე და ამჭირდება მე ხო ახლა ჩემზე კარგად არავინ არ იცის ეს ბრენდი და ასე შემდეგ შეიძლება არის ხოლმე ესე დამოკიდებულა რომ აი 15 წელია მე ამ კომპანიაში მუშაობ და მე ჩემზე კარგად ვერც ერთ კვლევით კომპანია ვერ მომცემს უკავშირს ასევე მნიშვნელოვანია რომ სააგენტოებმა არ უყურონ ზერელეთ კვლევით ორგანიზაციებს, რომ ეს რაღაცა ჰაერიდან მოტანილი სიტყვები არ არის და ეს კვლევები ხშირ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის საკომუნიკაციო სტრატეგიების შესაქმნელად, იმიტომ რომ თუ შედეგებზე გვინდა გავიდეთ და შედეგებზე არის სააგენტო ორიენტირებული, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს კონექშენი არსებობდეს და ასევე როგორც დღეს გაირკვა და ვისაუბრეთ, არის რომ თუნდაც awareness-ზე გათვლილი კამპანიები და რაღაცა სადღეგრძელო რეკლამები, ეგეც კი კარგი იქნება, რომ იყოს კვლევებზე დაფუძნებული და არ ავწდეთ ჩვენს აუდიტორიას და მოკლედ აქტიურად ვემუშაოთ ამ ადამიანებს, ამ კომპანიასა თუ სხვა კომპანიებს, მაგრამ კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მარკეტინგში და სტუდენტები და დამწყები მარკეტერები, რომლებიც ჩვენს პოდკასტს უყურებენ, აუცილებლად დიდი დრო დაუთმეთ კვლევის ნაწილს, იმიტომ რომ კვლევა და ციფრები და data, რომელზეც დგება ნებისმიერი მარკეტინგული კომუნიკაცია, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს არის ყველაზე სწორი თანმიმდევრობა, რომელიც უნდა გქონდეს მარკეტინგულ კომუნიკაციებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოგბრძანებისთვის, იმიტომ რომ დიდი ხანია მე ამ ეპიზოდს გეგმავდი და მინდოდა რომ ზოგადად დამეთმო კვლევებზე საუბრისთვის ჩვენი პოდკასტი. წარმატება მინდა ვუსურვო თქვენს კომპანიას, გიცნობთ შორიდან, ყვარობთ და მოკლედ კარგის მეტი არაფერი მსმენია თქვენს. დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის, ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იყო, არ ვართ განებივრებული მარკეტინგული კვლევების აქტუალობაზე, რომ ვისაუბროთ სხვადასხვა ფორმატში ხოლმე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენც ვხედავთ ასე ვთქვათ ამ გამოწვევას ჩვენს ბიზნესში და ძალიან სასიამოვნო და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ძალიან მიხარია, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. მე დავემშვიდობებ ჩვენს მაყურებელს, დარწმუნებული ვარ, რომ ისიამოვნებთ ამ ეპიზოდით, შევხვდებით ტრადიციულად შემდეგ ხუთშაბათს დროებით.
ეჯა